თავდაპირველად ქართული ცეკვიდან რომ ბალეტზე გადმოვერთე, იმდენად დიდი განსხვავება იყო. ანუ ტექნიკურად ვიძახი რა, ორგანიზმისთვის და იმის. რომ მაგხელა კონტრასტი უკვე ბალეტიდან ნეოკლასიკში თუ იმაში უკვე აღარ არის რა. რომ მაინც ბალეტი არის, მაინც კონტრასტი არის დიდი ქართულ ცეკვასა და ბალეტს შორის რა. სახიობიც ხარ, არა მარტო მოცეკვავე ხარ, ხო? ბევრი თვლის რომ აი ბალეტზე მიდიან და ნუ თქვათ რაღაც ვარიაციები რა კარგად შეასრულა და რა კარგი ნახტომი აქვს მაღალი და ასე მაგრამ არტისტიც ხარ, ანუ შენ გმირის ხასიათიც უნდა შექმნა. იქ არის პრიორიტეტი არის მსახიობი, იმიტომ რომ მსახიობი ხარ. ხალხი იქ მოდის იმისთვის, რომ შენ სამსახიობო სტატობას უყუროს და რაც აქ არ იყო. რაც აქ არ იყო. რაც აქ არ იყო. ხო. ანუ ეს ისწავლე იქ. დიახ. როგორ არის იცით როგორც შინაგანად რა ქართული ცეკვა და ბალეტი ორივე ერთნაირად სხვადასხვა მხარეებში მეხმარება. ხო. ზუსტად იგივენაირად ვიტყვი დედაზეც და მამაზეც რა. ორივე თავისი ადგილი აქვს მოკლედ რა. და ორივე თავისებურად მეხმარებიან ამ სფეროში და ყველაფერშიც ზოგადად.